მივიყვანეს ერგნეთის აი სადაც მოლაპარაკებები იმართება, იქითი მხრიდან მოდიოდა გორის ერგნეთის მხრიდან მოდიოდნენ სულ მამაკაცები იყვნენ. იმათ უთხრეს, რომ აი გადმოგცემთ თქვენს მოქალაქეს. აი ისინი წავიდნენ, ჩვენ მოვდივართ, ძლივს მოვდიოდი მართლა, სულ თქვა, სიარული ყველაფერი მიჭირდა. და ამ დროს ორი კამერით მიღებდნენ ეს ხალხი. თუმცა აი ახლა ვათვალიერებდი არ სადარადევს ეს ვიდეოები, მე როგორ გამომიყვანეს. მიმიყვანეს გორის ჰოსპიტალში გამოკვლევებისთვის და გადასხმებისთვის. გზაში მოვითხოვე ტელეფონი, მეგობართან მინდა მეთქი დარეკვა, ადვოკატთან მინდოდა დარეკვა. არ მაძლევდნენ უფლებას, არც გორის ჰოსპიტალში, ცოტა ხმამაღალი საუბარი მომიწია, დამარეკვინეს, ვიდრე გადასხმები მიდიოდა და ველოდებოდით ადვოკატს ქეთი ჩუთლაშვილს. მე შემოვიდნენ კიდე სხვა მამაკაცები, რომლებიც მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი, უკვე ღამე იყო, ან 8 ან 8-ის მერე გავყოლოდი მცხეთის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე, რაზეც უთხარი, რომ აი ამ მდგომარეობაში ღამე ნაში მშილარი, ძლივს ლაპარაკობ, თავი არ ამუშაობს, აი რა აუცილებლობაა მეთქი, აქვე გიპასუხებთ, არა იქ უნდა წამოხვიდეო. უთხარი, რომ დავიწყოთ აქ და თუ რამე დაგვაკლდება, წამოვალ. მე კითხვა დავსვი, როცა მოხვედით მეთქი, ანუ თქვენ თუ არ მოხვედით, როგორც კერძო პირები, მოხვედით როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ხო? აი ამდენი კაცი, ჯიპებით. რას ამთავაზობთ მეთქი? ერთ-ერთმა მითხრა, რომ მეო თვითონ ვიწრო ცხოვრობო, პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და თუ გინდაო ჩემ მანქანაში გაათენეო. აი ესე დამთავრდა ჩემი გამოთავისუფლება. დამტოვეს ქეთისთან, წავიდნენ ის კაცები და მე აი ესე ვარ იმის მერე. აი ესე ცარიელი წამოვედი, ერთი სათვალეები გამომატანეს ჩემი, რაც სავადმყოფოდან ნივთები, ნაწილი ნივთები არ გამომატანეს არც ციხიდან, რა თქმა უნდა, არც ბინიდან. მეგობარმა სთხოვა ოჯახს, რომ იქნება შეიფარო რამდენიმე დღითო და იმათ შემიფარეს. ჩემი მეგობარმა მითხრა, რომ ჩვენი დიდი ძალისხმევით მოხდა თამარის გათავისუფლება. აი რა არის ეს ძალისხმევა? მე რო ყველაფერი დავკარგე და აქაც ჰაერში ვარ გამოკიდე, მე იქ არავინ არ ამკლავდა და ციხეშიც იყო, რა ვიცი, ჩვეულებრივი პირობები, სითბო იყო ტელევიზორი საჭმელი, ჩემს რაიონის ტერიტორიაზე მაინც ვიყავი და იქიდან მინდოდა ბრძოლა. ამათ გამომიყვანეს და მორჩა. არანაირი ძალისხმევა არ ასჭირდებოდა ჩემს გადმოყვანას. გაგულოვიელოდებოდა, როდის მოშორდებოდი იქიდან.